მოგესალმებით ტაბულას ეთერში ჩვენ საუბრობთ რელიგიაზე. მე ლევან სუთიძე ვარ, გმადლობთ რომ გვიყურებთ. დღეს ჩვენი სტუმარია ფილოლოგიის დოქტორი, ეკლესიის ისტორიის პროფესორი ნუგზარ პაპუაშვილი. მოგესალმებით ბატონო ნუგზარ, დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ჩვენთვის პატივია გიმას პინწლოთ ამ გადაცემაში მეორედ. ჩვენ ამ გადაცემის დასაწყისში გვყავდით რამდენიმე წლის წინ. ჩვენ ვისაუბრებთ დღეს ძალიან უხერხულ საკითხზე, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ ხოლმე. და ეს საკითხი შეეხება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვების წლებს. ეკლესიას იმ პერიოდში და ეკლესიას პოსტსაბჭოთა პერიოდში, ანუ დღეს უკვე. რა არის მათ შორის განმასხვავებელი? როგორ განსხვავდებიან ისინი? რამდენად რომელი დროსთან ერთად ხო მიიჩნევა ხოლმე რომ ისტორია არის რაღაცა კიბე, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხედულება ხშირად არ მართლდება, სადაც ადამიანები პროგრესირებენ, აზრი პროგრესირებს, მიდგომები პროგრესირებს, ხდება უფრო ღია, გახსნილი და ჩაკეტილობის დაძლევა აი ამ პროცესს უკავშირდება ხოლმე აღმასვლას. გვხვდება თუ არა აი ეს ნიშანი ისტორიის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უახლოეს ისტორიაში. სანამ ამ თემაზე საუბარს დავიწყებთ, თქვენ გამოეცით აი ეს წიგნი კათოლიკოსი კალისტრატე ცინცაძის ქადაგებები და სიტყვები, რომელსაც ვურჩევ მე მაყურებელს გადახედოთ და წაიკითხოს, იმიტომ რომ მათ შორის აი ამ წიგნში იპოვნის იმ კითხვებზე პასუხს უფრო ვრცლად, ვიდრე ჩვენ მოვახერხებთ ეს თქვათ 50 წუთის განმავლობაში. კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისათვის. თქვენ მართალი ბრძანდებით ნაწილობრივ, რომ ამ თემებზე, რა თემებიც ახლა თქვენ წარმოადგენთ, ჩვენთან არ ლაპარაკობენ, მაგრამ არ ლაპარაკობენ აი მეორე ნაწილზე, ანუ ავტოკეფალიაზე, როგორც ასეთზე, ავტოკეფალიის მოპოვების პროცესზე ლაპარაკობენ და შეიძლება ზედმეტადაც ყოველ შემთხვევაში ლაპარაკობენ საკმარისად, მაგრამ აი მეორე საკითხზე, რასთან გაიაზრებოდა ეს ავტოკეფალია, რა იყო ავტოკეფალიისათვის ბრძოლის საფუძველი, იდეური საფუძველი და მიზანი რა იყო ავტოკეფალიისა, აი ამ თემაზე საკმაოდ ცოტას ლაპარაკობენ. შეიძლება ითქვას, არც ლაპარაკობენ, მე ყოველ შემთხვევაში არ მომისმენია და არ მინახავს რომელიმე გადაცემა, რომელიც ამ საკითხს ეძღვნებოდეს, ანუ იხილავდეს ამ საკითხს. როდესაც ავტოკეფალიისათვის ბრძოლა დაიწყო, იმთავითვე გამოიკვეთა ერთი რამ, რომ ავტოკეფალია აინტერესებდა ქართველ სასულიერო უწყებას, როგორც საერო ნაკად სამუწყებისას, ისე საეროს, არა თავისთავად, არამედ სწორედ შინაარსობრივი თვალსაზრისით. რა იგულისხმება აქ? აქ იგულისხმება საეკლესიო ცხოვრების განახლება და საეკლესიო ცხოვრების დახვეწა, გნებავთ ამას რეფორმა უწოდოთ. საეკლესიო ცხოვრებაში პოზიტიური აზრით რეფორმა, ცნება რეფორმა, სწორედ საეკლესიო ცხოვრების დახვეწას და ამ ცხოვრების ისე მოწყობას ნიშნავს, ისეთი ფორმით მოწყობას, რომ დაეხმაროს აი ეს წყობა, ეს მოწყობა ეკლესიას, რათა შეასრულოს მან თავისი პირდაპირი დანიშნულება. ანუ საზოგადოების, მორწმუნე საზოგადოების, ზოგადად კაცთა მოდგმის, განახლების, გაუმჯობესების და გაკეთილშობილების ფუნქცია. აი სწორედ ეს იყო ავტოკეფალიისათვის ბრძოლის საფუძველიც და მიზანიც. ეს კარგად ჩანს სხვათა შორის 1905 წლის აი იმ დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება საქართველოს ეკლესიის განახლებისათვის პროექტი. პროექტი საქართველოს ეკლესიის განახლებისათვის. ნუ ირკვევა რომ აქ ამ პროექტის ავტორები, შემდგენელი ძირითადად ანონიმურია ეს ტექსტი, რომელიც გამოიცა და რამდენიმეჯერ გამოიცა, მაგრამ ძირითადი ავტორი ჩემი აზრით უნდა იყოს სერგი გორგაძე, რომელსაც დამთავრებული ჰქონდა ყაზანის სასულიერო აკადემია, სხვათა შორის კათოლიკოს პატრიარქ ამბროსი ხელაიას თანაკურსელი იყო, თუ
ერთი კურსით წინ სწავლობდა იმის მიუხედავად რომ ასაკობრივი სხვაობა სხვანაირი იყო მათ შორის ამბროსი ხელაია უფროსი იყო ის უმცროსი იყო მაგრამ დიდი მეგობრები იყვნენ ერთმანეთის და აი ის მუშაობდა ეკლესიის ისტორიაში მას აქვს სხვადასხვა გამოქვეყნებული ასეთი შინაარსის წერილები ეკლესია და დემოკრატია მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიცია და დემოკრატია და სხვადასხვა მისი სადოქტორო დისერტაციაც აი ამ შინაარსისა იყო და აი ამ სტატიებში რაც მე გითხარით ახლა თქვენ ჩამოგითვალეთ განვითარებულია ის აზრი რომ ეკლესიის მოძღვრება და ეკლესიის ისტორია შინაგანი პათოსითა და განწყობილებით სულაც არ არის დაპირისპირებული დემოკრატიასთან და ლიბერალურ ღირებულებებთან, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება კაცს მოეჩვენოს. და სხვათა შორის ეს დოკუმენტიც, რომელიც გამოქვეყნებულიცაა, ჩვენ დროშიც გამოქვეყნდა კიდევ, მოწმობს იმას, რომ ავტოკეფალიის აღდგენა დაკავშირებული იყო საეკლესიო ცხოვრების განახლების ანუ რეფორმაციის პრინციპთან და სურვილთან. აი ეს მოხდა. ეს მოხდა რასაკვირველია არა იმ წელს რომელიც ახლა დავასახელეთ, მაგრამ მოხდა ცოტა მოგვიანებით, მოხდა 1917 წელს. სანამ ავტოკეფალიაზე ლაპარაკს დაიწყებდნენ, მანამ დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ საეკლესიო ლიტურგიკულ ცხოვრებაში მოხდეს რეფორმა. ეხლა რეფორმა ძალიან ისეთი ცნება არის რეფორმაში შეიძლება გავიაზროთ ჩვენ რაღაც თვისობრივი ცვლილება საგდომსახურო პრაქტიკისა და ამავე დროს მოძღვრებისაც ჯერ მოძღვრების და შემდეგ სწორედ ამიტომ ეშინიათ ხოლმე კი და ამ სიტყვას დღესაც როგორც ვამჩნევ ერიდებიან მაგრამ რეფორმას მაინც და მაინც ეს დანიშნულება სულაც არ აქვს რეფორმას აქვს დანიშნულება ის რომ საეკლესიო ცხოვრება საეკლესიო პრაქტიკა და საერთოდ ეკლესიური პრინციპები არა მაღალი გაგებით პრინციპები არამედ აი ცხოვრებასთან შესაბამისობაში მოყვანილი საეკლესიო ცხოვრება რომელთაც აქვს რაღაც პრინციპული მნიშვნელობა მისადაგებული იყოს ცხოვრებასთან რომ არ იყოს ხელის შემშლელი ცხოვრებისა და რომ საეკლესიო წესებსა და საეკლესიო სულისკვეთებას შორის არ იყოს ისეთი დაპირისპირება რომ მოძღვრება დარჩეს სხვაგან სადღაც მოძღვრებად და ცხოვრება მორწმუნეების ცხოვრება კიდევ იყოს სულ სხვანაირი. აი ეს მაგალითის სახით რო ვაჩვენოთ, რა სახის იყო ეს რეფორმა, რა უნდოდა? ჯერ ერთი ეს რეფორმა იყო, აი გეტყვით ახლა, სულ თავიდან დაიწყეს იმაზე, რომ მომხდარიყო საგდომსახურო წიგნების ჩასწორება და ამასთან ერთად შესაბამისად საგდომსახურო ენის, ანუ მღვდელმსახურებაში გამოსაყენებელი ენის დემოკრატიზაცია. ანუ შემოსულიყო ენაში ის სტრუქტურა, ენობრივი სტრუქტურები, ლექსიკა, რაც დამახასიათებელი არის ჩვეულებრივი ყოფისათვის. ანუ თანამედროვე ქართული სალაპარაკო ენა, სამეთყველო ენა, ახალი ქართული, უпростоრად თანამედროვე სამეთყველო ენა დადებოდა საფუძვლად საეკლესიო ცხოვრებას. ეს ერთი და მეორე იყო ამავე დროს საეკლესიო წესების და ზოგადად ღვთისმსახურების რეგლამენტის შემცირება. რადგან აი ასეთი სამეცნიერო სტატია და მოხსენება წარადგინა კორნელი კეკელიძემ, მაშინ დეკანოზი იყო კორნელი კეკელიძე, აი იმ პირველ საეკლესიო კრებაზე, რომ ის ტიპიკონი, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს საეკლესიო ცხოვრებას, ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის, თანამედროვე მართლმადიდებელი ეკლესიის საგდომსახურო პრაქტიკას, როგორც საზოგადოს, ისე კერძოს, სულაც არ არის საერო, ანუ უпростоრად სამრევლო ეკლესიებისათვის, ანუ თეთრი სამღვდელოებისათვის განკუთვნილი ტიპიკონი. ეს სამონასტრო ტიპიკონია და რადგან სამონასტრო ტიპიკონია, განკუთვნილია სამონასტრო ცხოვრებისა და სამონასტრო რეგლამენტისათვის, წინააღმდეგობაშია თავისი მიზანდასახულებით საერო
სამრევლო ეკლესიების პრაქტიკასთან. და კორნელი კეკლეძის ეს აზრი. კორნელი კეკლეძის ეს აზრი თუ ასე ვთქვათ, თუ მოდის თუ შეიძლება გავავრცელოთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე პრაქტიკასთან. მოგახსენებთ კორნელი კეკლეძის აზრი ასეთი იყო, რომ იმდენად რთულია ეს ტიპიკონი, იმდენად ვრცელია და იმდენად შეუსაბამოა თანამედროვე ცხოვრების ნირთან, რომ შეუძლებელია ამ ტიპიკონის სრულად დაცვა. და ესეც იწვევს იმას, რომ საზოგადოების, მორწმუნე საზოგადოების გარკვეული ნაწილი გულს იყრის საეკლესიო ცხოვრებაზე და ესეც უწყობს ხელს ეკლესიის მიმართ გულგრილობას. ეხლა კორნელი კეკლეძე მოგეხსენებათ იყო ლიტურგიის უმაღლესი დონის სპეციალისტი, ის იყო წყაროთმცოდნე და უმაღლესი კვალიფიკაციის წყაროთმცოდნე და რასაკვირველია ის ეყრდნობოდა წყაროებს და თქვენ შეკითხვას ეხლა გავცემ პასუხს და თვითონ გასცემს პასუხს, რაზეც ახლა მოგახსენებთ. იმის მიუხედავად, რომ 1917 წელს საეკლესიო კრებამ მისი ეს პროგრამა, ასე ვთქვათ, პროგრამა მიიღო და აღიარა საფუძვლიანად, ამის მიუხედავად ეს პროგრამა კიდევ სხვა მომენტებს გულისხმობდა იმას, რომ მღვდლებს გაიკრიჭათ წვერი, რომ არ იყოს სულაც არ იყოს საჭირო წვერის გაკრეჭა, რომ საეკლესიო წესები სულაც არ გულისხმობდა წვერის ტარებას და სულაც არ ავალდებულებდა სამღვდელო პირს წვერით რა ქვია გამოიხატა თავისი მორწმუნეობა და თავისი პროფესია, ასე ვთქვათ, ხო? კიდევ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ სულაც არ არის საჭირო ეკლესიის გარეთ მღვდელმა იაროს ანაფორით, რომ საეკლესიო ისტორიას თუ გადავხედავთ და საეკლესიო პრაქტიკას პირიქით საწინააღმდეგო მოვლენებს ვნახავთ, რომ ძველ დროში საეკლესიო შესამოსელი და საერო შესამოსელი ერთმანეთისაგან სულაც არ განსხვავდებოდა, რომ ეს განსხვავება მოგვიანებით დაიწყო, მაგრამ ასეთი პრინციპული ხასიათი და ასეთი აბსოლუტური ღირებულება ამას არ შეუძენია და რომ ეს ასეთი აბსოლუტიზაცია ამისა მოხდა მე-18 საუკუნის შუა წლების რუსეთში, პეტრე პირველის რეფორმების დროს, მაშინ მოგეხსენებათ, ეკლესია დაუპირისპირდა პეტრე პირველს და აი ამ დროს ხდება აი ასეთი მკაცრი რეკლამენტირება აი ამ შესამოსლისა და გარეგანი ფორმის სამღვდელო პირებისა. ხო და საეკლესიო კრებამ აღიარა ეს, რომ საეკლესიო ტრადიცია პირდაპირ გვეუბნება ჩვენ, რომ ეს მხარე ეკლესიაში ყოველთვის ექვემდებარებოდა ცვალებადობის კანონს და თუ დღეს დოგმის რანგში არ ავიყვანთ ამას, ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენა იქნება და არც უნდა ავიყვანოთ დოგმის რანგში. ამის მიუხედავად ამ პროექტმა ხორცის შესხმა ვერ ჰპოვა. მიზანი ერთი სიტყვით ვერ განხორციელდა ამისა. საეკლესიო პრაქტიკაში ვერ დაინერგა ეს. შემდგომმა მიზეზი ძირითადად გახლავთ მრევლის მოუმზადებლობა და ის რომ საეკლესიო პრაქტიკა, მაშინდელი საეკლესიო პრაქტიკა და დღევანდელი საეკლესიო პრაქტიკაც და ეს მოდის სხვათა შორის მე-17-18 საუკუნეებიდან მიბმული არის სლავურ ტიბიკონზე. ანუ მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში უკვე საქართველოს ეკლესიაში შემოდის სლავური ტიბიკონი, რაც გამოიხატება როგორც შესამოსელში, ასევე საეკლესიო რიტუალების სლავურ ბერძნული ტიბიკონის მიხედვით, ასე ვთქვათ, გამართვაში. და თუ ძალიან კარგი ტენდენცია. თავარი აქ რა არის? თუ საქართველოს ეკლესიაში დაინერგებოდა ეს რეფორმა, მაშინ მოხდებოდა ისე, რომ საქართველოს ეკლესიის ის სამრევლოები, რომლებიც არ იყვნენ ქართულენოვანი და არაქართული იყო და შეიძლება თვითონ ქართულენოვანი ის სამრევლოების, რომლებიც არ დაუჭერდნენ ამ რეფორმას მხარს და დადგებოდნენ ძველი წესის პოზიციაზე,
შესაძლებელი იყო გამოყოფოდნენ საქართველოს საპატრიარქოს და შეერთებოდნენ რუსეთის საპატრიარქოს. და მაშინ ეს კონკურენცია იყო. ეს კიდევ ძალიან მწვავე საკითხი იყო, ეს განსაკუთრებით მწვავე დგა აფხაზეთში. და არა მარტო აფხაზეთში, საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც რუსული სამრევლოები იყო, სადაც იყო ბერძნული სამრევლოები, სადაც იყო ოსური სამრევლოები, ანუ სადაც კომპაქტურად ცხოვრობდნენ ოსები და ბერძნები და იყო შიში იმისა, რომ მოხდებოდა საქართველოს ეკლესიაში, თვითონ აი ამ სივრცეში მოხდებოდა სქიზმა. ანუ გაყოფა აი ამ საწესჩეულებო პრინციპების გამო. აი ეს რეფორმები, რომელზეც ვსაუბრობთ ხოლმე, ამით შემოიფარგლებოდა თუ იყო კიდევ რაიმე სხვა, ანუ არალიტურგიკული ხასიათის რეფორმა, რომელიც ეხებოდა მაგალითად საეკლესიო სასამართლოს, რომელზეც დღეს საუბრობენ ხოლმე და იწუნებენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ასეთი არ არსებობს. კი, როგორ არა ჩამოყალიბდა საეკლესიო სასამართლო, კი, იყო საეკლესიო სასამართლო, ეს საკათოლიკოსო საბჭოს პარალელური ორგანო იყო, თვითონ საკათოლიკოსო საბჭოს სტრუქტურა, ესეც რეფორმის შედეგი არის. პრინციპი ეს იყო, რომ ეპისკოპოსების დანიშვნა უნდა მომხდარიყო, ანუ უბრალოდ წარდგენა ეპისკოპოსებისა საკურთხევლად უნდა მომხდარიყო არჩევნების კვალდაკვალ. ანუ არჩევითი უნდა ყოფილიყო ეპისკოპოსის თანამდებობა. იყო ლაპარაკი, რომ მღვდელის თანამდებობაც ყოფილიყო არჩევითი. აი ამორჩეველი ვინ არის? ამორჩეველი არის ეკლესია, რომელიც შედგება როგორც სამღვდელოებისაგან, ასევე ერისკაცებისაგან. მორწმუნეთა კრებული. მორწმუნეთა კრებული უნდა ჩატარებულიყო არჩევნები, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოთ ერისკაცებსაც და შეჯერდნენ იმაზე, რომ არ არის აუცილებელი დიაკონთა და მღვდელთა არჩევა, ამორჩევა, ესე იგი არჩევითობის პრინციპი დაინერგოს, მაგრამ ეპისკოპოსების არჩევითობა, რომ ეპისკოპოსები ყოფილიყვნენ არჩეული, ეს კი შესაძლებელია ჩვენ ცხოვრებაშიც, თანამედროვე ვითარებაშიც. ნუ საბოლოოდ მოხდა ისე, რომ მხოლოდ კათალიკოსობის ინსტიტუტი არის არჩევითი. ეს საბოლოოდ ანუ ვინ ირჩევდა მაშინ კათალიკოს? როგორც მაშინ, ისევე დღეს, ყოველ შემთხვევაში დღეს მე მგონი ეს არ შეცვლილა. ხმის უფლება აქვს ერისკაცებსაც. არა, თანამედროვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის თანახმად გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელსაც 94 წლის, 94 წლის, დიახ. კი, 95 წელს გულგა. გაფართოებულ საეკლესიო კრებაში შედიან საერო პირები, მაგრამ მათ აქვთ მონაწილეობა მხოლოდ კანდიდატების განხილვაში მიიღონ, ამის უფლება აქვთ, მაგრამ კათალიკოს პატრიარქს ირჩევს მხოლოდ მღვდელმთავრებას, მღვდელმთავრები. დიახ, და იმ საეკლესიო რეფორმის, ანუ ავტოკეფალიის თანმდევი საეკლესიო რეფორმის პრინციპი გახლდათ ის, რომ კათალიკოსის არჩევნებში, არა მარტო კათალიკოსის არჩევნებში, ხომ გითხარით, თავიდან, როცა ბრძოლა მიმდინარეობდა ამ აქტისათვის, არა მარტო კათალიკოსის არჩევნებში, არამედ ეპისკოპოსის არჩევნებშიც თანაბრად მიიღოთ ერისკაცებსაც მონაწილეობა. ისინი ეყრდნობოდნენ ძველ საეკლესიო ტრადიციას. კერძოდ, პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე საუკუნეების საეკლესიო ტრადიციას. დიახ. მეოთხე საუკუნეებში ცოტა ცვლილება მოხდა აქ, მაგრამ ერისკაცები ყოველთვის მონაწილეობდნენ საეკლესიო კრებებში. დიახ. მათ შორის ეპისკოპოსების გამორჩევაში, ხო, საერო პირი გამოურჩევიათ ეპისკოპოსს, საერთოდ არ ქონია მას არც დიაკონის და არც სამღვდელო ხარისხი. კიდევ ერთი საკითხი ახლა გვიახლოვდება შობის დღესასწაული, ჩვენ ამაზე ვრცლად ვისაუბრებთ 2 წლის წინ გადაცემაში, მაგრამ იმ 2 წლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს კვლავ გთხოვოთ, გავიხსენოთ აი ეს პერიოდი, როდესაც ბევრმა არ იცის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გადავიდა ახალ კალენდარულ სტილზე, მაგრამ შემდეგ უკან დაბრუნდა. როგორ მოხდა ეს? საერთოდ რატომ იყო? კი ბატონო, ორჯერ მოხდა ამ სფეროში რეფორმა. ერთხელ 1923 წელს, მეორედ 1927 წელს. ორივე შემთხვევაში სანქცია გაცემული იყო კონსტანტინოპოლიდან. ანუ პატრიარქებს შორის უფროსი ძმის სოფლიო პატრიარქის კათედრიდან. მოგეხსენებათ, ვისაც არ მოეხსენება, შევახსენებ მას, რომ 1923 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო
და შესაბამისად აღმოსავლეთის სხვა საპატრიარქოები იერუსალიმის საპატრიარქოს გარდა გადავიდნენ ახალ სტილზე. ანუ ის დღესასწაულები, რომლებიც ცნობილი არიან უძრავ დღესასწაულებად, მშობა და მასთან დაკავშირებული უძრავი დღესასწაულები გამართეს გრიგორიუსის კალენდრის მიხედვით. ანუ შობას დღესასწაულობდნენ 25 დეკემბერს. გრიგორიუსის 25 დეკემბერს, გრიგოლის სტილის, გრიგორიანულ კალენდარს რო ეძახით ჩვენ 25 დეკემბერს. დიდი წინააღმდეგობა მოხდა იქაც. ახლა ისეთი წინააღმდეგობა არა რომ განახევრებული იყო, ესე იგი, როგორც მომხრეების, ამ რეფორმის მომხრეების, ისე მოწინააღმდეგეების რიცხვი. მაგრამ საკმაოდ შესამჩნევი რიცხვი დაუპირისპირდა ამ რეფორმას და მათ შექმნეს, ესე იგი, მოწინააღმდეგებმა შექმნეს ცალკე სინოდი, რომელსაც დაერქვა მეძველსტილეთა სინოდი, ანუ მეძველსტილეთა ეკლესია და დღემდე არსებობს ეს ეკლესია და ეს ეკლესია სქიზმაშია. ნუ მათი რიცხვი, რა თქმა უნდა, დიდი არ არის, პატარაა, მაგრამ ფაქტია. ამის შემდეგ კონსტანტინოპოლის პატრიარქი კვლავ გახდა იძულებული გაემზადებინა და გამოექვეყნებინა შესაბამისი ეპისტოლი. ეს გახლავთ 1926 წელი, 3 წლის შემდეგ. და აი ამ 26 წლის ეპისტოლის გაცნობის შემდეგ საქართველოს ეკლესიის სინოდმა ვინ იყო მაშინ კათოლიკოსი? მაშინ უკვე კათოლიკოსი იყო ქრისტეფორე, ამბროსი უკვე გარდაცვლილი იყო, ამბროსი მარტში გარდაიცვალა. ამბროსი როდესაც ციხიდან გამოვიდა, მოგეხსენებათ, იყო ძალიან მოტეხილი იყო, ფაქტიურად საკათოლიკოსო საბჭო განაგებდა მაშინ საეკლესიო საქმეებს, მოხდა მერე დაპირისპირება 1926 წლის დეკემბერში ქუთაისში შედგა საეკლესიო ყრილობა, რომელიც დაუპირისპირა და კათოლიკოს ეს მოვინიშნოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი თემის. სხვადასხვა ბრალდებები წაუყენეს მას და როდესაც კათოლიკოსი გარდაიცვალა, მოვიდა ახალი პატრიარქი ქრისტეფორე და აი ქრისტეფორეს დროს შედგა საეკლესიო კრება, მეოთხე კრება იყო თუ არ ვცდები ესა და აი მეოთხე კრებამ მიიღო უკვე დადგენილება კრების ავტორიტეტით განმტკიცებული დადგენილება, რომ საქართველოს ეკლესია გადასულიყო ახალ სტილზე. ისევე როგორც საბერძნეთის ეკლესია გადასული. მათ შორის იყო საერთაშორისო აღდგომის ახალი სტილით. განსხვავება ის არის, განსხვავება ის არის, რომ აი აღდგომა ახალ სტილზე გადაიყვანა პირველმა რეფორმამ. ანუ 23 წელს საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ რო გამოსცა, აი მაშინ ორივე დღესასწაულები, ორივე ციკლის დღესასწაულები გადაიყვანა ახალ სტილზე. შემდეგ გამოითქვა აზრი, რომ ხალხის უკმაყოფილება იმის გამოც არის გამოწვეული, რომ რუსეთის ეკლესიაში აღნიშნული აღდგომა და ჩვენი ეკლესიის აღდგომა, აღდგომა არ ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ არ იყო აუცილებელი აღდგომის ახალი სტილით გამართვა, აღდგომის ციკლის. და აი ამ კრებამ, მეოთხე საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება, რომ მხოლოდ უძრავი დღესასწაულები ყოფილიყო გადაყვანილი ახალ სტილზე და მართლაც გადაიყვანეს ახალ სტილზე. მაგრამ აი ამ ახალმა სტილმა მხოლოდ 1 წლის განმავლობაში შეინარჩუნა არსებობა. კვლავ აზრდა საპროტესტო ტალღა, საპროტესტო მოძრაობა და აქაც ძირითადი მაინც იყო რუსეთის ეკლესიის ფაქტორი. ანუ ის რომ ის სამრევლოები, რომლებიც შეიძლება ითქვას ბუნებითად იყვნენ, ბუნებითად ახლა რუსები, მაგრამ მარტო რუსები ხომ არ იყვნენ, არა, ოსები, აფხაზები, ესე იგი, რომლებსაც ჰქონდათ მიდრეკილება რუსეთისაკენ, ლტოლვა რუსეთისაკენ, აი ეს ეკლესიები ჩამოშორდებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს. და ამიტომ დაუბრუნდა ძველ სტილს, მაგრამ გააკეთა ასეთი განცხადება, ვინაიდან ჩვენ ხელთ არა გვაქვს ამჯერად ის საინფორმაციო საშუალებები, რითაც ჩვენს სიმართლეს, ჩვენს არგუმენტებს მივიტანთ მორწმუნეთა ფართო მასებამდე. იძულებული ვართ დავტოვოთ რეფორმა განხორციელების გარეშე და სამღვდელოებას, განსაკუთრებით მღვდელმთავრებს და შეგნებულ მორწმუნე მრევლს ეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ აწარმოონ ახსნა განმარტებითი სამუშაო ჩვეულებრივ რიგით მორწმუნეებში, რომლებიც არ არიან გათვითცნობიერებული ამ სფეროში
და მოახდინონ აი ასეთი მასის, ასეთი ადამიანების დაკვალიანება. დღევანდელი ეკლესიის ზოგიერთ სასულიერო პირს კაცმა რო თქვას, აი ეს მოწოდება, ეს ლოცვა კურთხევა და ეს დადგენილება დღემდე ძალაშია, რადგან ეს საეკლესიო კრების დადგენილება არავის არ გაუუქმებია. ის მხოლოდ შეაჩერა საეკლესიო სინოდმა და შეაჩერა დროებით. ანუ დღევანდელ სასულიერო პირებს ევალებათ ეს აუხსნან პრევს არა? კი, ეს კი ბატონო. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მუდმივი სულ სხვა რამეს უხსნიან ახლა პრევს. მაგრამ შევადაროთ ესეც ალბათ თქვენ გაქვთ ჩაფიქრებული, რომ როგორც ცადა დედამიწა, ისე განსხვავდება მაშინდელი საკათალიკოსო საბჭოსა და საკათალიკოსო სინოდის. დიახ. დღეს რომ წმინდა სინოდს ვეძახით, ჩვენ სულისკვეთება და განწყობილება იმ სულისკვეთებისა და იმ განწყობილებებისაგან, რაც დღევანდელ სინოდსა და დღევანდელი სამღვდელოების აქტიურ ნაწილს, აქტიურ დასს ახასიათებს. დიახ. მათ შორის ეკუმენური მიმართულება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე სურს ძალიან მოკლედ შევეხო აი ამ საკითხს და შემდეგ ჩვენ უნდა ვნახოთ ვიდეო. ჩვენ გვაქვს ეკლესია აჯანყებული საბჭოთა კავშირთან დასაწყისში, შეუპოვარი, იბრძვის საქართველოს ეროვნული ღირსების შესანარჩუნებლად, ხო? კათალიკოსი ამბროსი წერილს უგზავნის კონფერენციას და ჩვენ უფრო ეს პროდასავლური ფრთა ძალიან ნათელია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. და შემდეგ ჩვენ ვხედავთ აი იმას, რასაც აი ახლა ვნახავთ ჩვენ ვიდეოში. საერთაშორისო მშვიდობის ფრონტის ჩასახვასთან ერთად ქართული სამოციქულო ეკლესია კიდევ დადგა მშვიდობის დაცვისა და რაჯოზე და აქტიურად მონაწილეობს მშვიდობის დაცვისადმი გამართულ კონფერენციებსა და კონგრესებში. ჩვენი სამოციქულო ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად აღავლენს თავის მხურვალე ლოცვას მშვიდობის შესანარჩუნებლად. ჩვენი მედისვალით შევყურებთ ჩვენი ეკლესიის მომავალს. დღეს, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ იზეიმა ოქტომბრის რევოლუციის მე-60 წლისთავი, რევოლუციისა, რომელმაც ხალხის თავისუფლებასთან ერთად მოგიტანა ეკლესიის თავისუფლება, ავტოკეფალობა, ქართული სამოციქულო ეკლესია, რომლის ინტერესები განუყოფელია ჩვენი მთავრობის მშვიდობის მოყარე პოლიტიკისაგან, კვლავაც ილოცებს ჩვენი ხალხის კეთილდღეობისათვის, მისი ბედნიერებისათვის. მე ჩემს თავისუფლებას მივცემ, ერთხელ კიდევ მოგიტოდოთ, გამოიჩინოთ თქვენი წინდახედულობა, დავაანალიზოთ ჩვენი ეკლესიის წარსული, აწმყო და ქართული სამოციქულო ეკლესიის მამაცმთავრად ავირჩიოთ ის, ვინც ღირსი ატაროს 20 საუკუნოვანი წმინდა ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის სახელი. გამომუშავებული მიმართვა ჩვენი კრებისაგან საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიმართ. კრების სარედაქციო კომისიამ გამოიმუშავა მიმართვა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიმართ, რომელშიც საქართველოს ეკლესია და ყველა მსახურნი ამ ეკლესიისა მადლობას გამოსთქონდა იმის გამო, რომ საქართველოს ქრისტიანული ეკლესია უნდა მაარსებით მხარდაჭერას გრძნობდა საბჭოთა საქართველოს მთავრობისაგან. ხოლო საქართველოს ეკლესიას უნდა მახასიათებდა პატრიოტული შემართება. იგი მუდამ იქნება ადამიანთა მშვიდობის დაცვისა და რაჯოზე და მხურვალედ ილოცებს საქართველოს მთავრობის კეთილდღეობისათვის იმ დიდი ამოცანების შესასრულებლად, რომელიც მას აკისრია ქართველი ხალხის წინსვლის გზაზე. კრებამ მიმართვა ერთხმად მიიღო. ჩვენ ვნახეთ აი ეს კადრები კათალიკოს პატრიარქი ილია მეორის არჩევნებისა. ძალიან პირდაპირ ვკითხოთ ბატონო ნუგზარ, კათალიკოს პატრიარქ ამბროსის, კირიონს, სხვა პატრიოტ სასულიერო პირებს, რომ დაპირისპირებულები იყვნენ აი ამ სიმახინჯესთან, აი ამ ტოტალიტარულ ბოროტებასთან, რა კავშირი აქვთ აი მღვდელებთან და მღვდელმთავრებთან, რომლებიც ჩვენ აქ ვნახეთ, კოლაბორაციონისტებთან, რომლებიც ადიდებენ საბჭოთა ხელისუფლებას. ნუ ეხლა კოლაბორაციონიზმი ყოველთვის სალანძღავი სიტყვა არ არის, მოგეხსენებათ. საბჭოთა ხელისუფლებას როცა ეხება საქმე, ის ჩემთვის სალანძღავი სიტყვა. ეკლესია ყოველთვის ანგარიშს უწევს
არსებულ სინამდვილეს. თუ ეკლესიას უნდა შეინარჩუნოს ის პოზიციები, რაც აქვს, სხვა შემთხვევაში ეკლესიას მოუწევს იატაკქვეშეთში გადასვლა და დაბრუნება. რაღაც არ მახსენდება არც ერთი მცნება, სადაც ქრისტე მოუწოდებდა თავის ეკლესიას პოზიციები შეინარჩუნეთ. მე არ მეთქვამს ახლა პოზიციები შეინარჩუნეთ იდეოლოგიური გაგებით, პოზიცია შეინარჩუნოს ცხოვრებისეული გაგებით. ანუ კონდეს საშუალება იმისა, რომ იმუშაოს მრევლთან, ლეგალურად აწარმოოს წირვა, ლოცვა და შეინარჩუნოს ის ტრადიციები, რა ტრადიციებიც მას საუკუნეების განმავლობაში ჩაუმოუყალიბდა, ანუ მეოთხე საუკუნის შემდეგ. ანუ ამბროსი ხელაია ცუდად მოიქცა? ცუდად მე არ მეთქვამს რომ ამბროსი ხელაია. ადამიანები რომლებიც ქუთაისში შეიკრიბნენ ამბობდნენ რომ ამბროსი ცუდად გაუგზავნა, ამბროსი ხელაიამაც გაუგზავნა მთავრობას მიმართვა და არავითარი კრიტიკა სხვადასხვა იმ მთავრობაში, იმ მიმართვაში არ იყო. სულ პირველ კრებაზე სხვადასხვა კორნელი კეკელიძემ წარმოსთქვა მიმართვა, ნუ მაშინ დამოუკიდებელი საქართველოს მზადების პროცესი მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ არ იყო მთავრობა ფორმირებული 1917 წლის მარტში, მაგრამ პირველი კრება როდესაც მოხდა კი უკვე ჩამოყალიბებული იყო ასე ვთქვათ მთავრობა, მაგრამ ეს არ იყო ჯერ კიდევ ლეგიტიმური მთავრობა, მოგეხსენებათ, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წელს და აი მაშინაც გაუგზავნა იმ მთავრობას, რომელიც სულაც არ იყო ასე ვთქვათ ეკლესიური მთავრობა, მაგრამ გაუგზავნა მიმართვა. ერთი არის არაეკლესიური მთავრობა, მეორე არის ტოტალიტარული რეჟიმი, რომელიც კლავდა მილიონებს. მოითმინეთ ყველა კრებამ აბსოლუტურად, ყველა კრებამ, რაც კი ჩვენ ბოლო კრებამდე ვიცით, ყველა კრებამ გაუგზავნა მთავრობას მიმართვა. და მთავრობისადმი მიმართვის გაგზავნა თავისთავად გულისხმობს ტონის შერბილებას. ნაკლებ სიხისტეს, რაც შეიძლება ნაკლებ სიხისტეს. ეს რამე ისეთი, ახლა აქ რასაკვირველია, იქ ოქტომბრის რევოლუცია, რომ საბჭოთა ხელისუფლება ასეთ რაღაც გადამეტებული იყო, ეს შეიძლება ინტელექტის ნიშანიც იყოს, ინფორმირებულობის დეფიციტიც იყოს აქ. და ასე შემდეგ ბევრი რამ შეიძლება იყოს. ბევრი რამ შეიძლება იყოს. მაგრამ ის რომ კრება, საეკლესიო კრება ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს ოფიციალური განცხადებით, ეს ყოველთვის არსებობდა ასეთი რამ და ამაში რაიმე უჩვეულო არ არის და ასეთი მიმართვა ბუნებრივია გულისხმობს თავისთავად და ბუნებითად ტონის შერბილებას. ეს ერთი, მაგრამ ეხლა თუ გვაინტერესებს ეხლა განსხვავებები, დავინახოთ ეხლა დღევანდელსა და წინა კრებების მიმართვებს შორის. რა თქმა უნდა, განსხვავებები იქნება. წინა მიმართვები, რა თქმა უნდა, იყო შერბილებული ტონით აღბეჭდილი, მაგრამ იყო საქმიანი და კონკრეტული იყო. მაშინ მაგალითად ამბროსი ხელაიას ახსენეთ ახლა თქვენ ამბროსი ხელაია როდესაც აირჩიეს, როდესაც მოხდა გელათის საეკლესიო კრება 1921 წლის სექტემბერში, აი ამ დროს საქართველოს ეკლესია გამოცხადებული იყო კანონგარეშედ. ჯერ კიდევ არ იყო რაიმე იურიდიული აქტი, რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს ეკლესიის სტატუსს. ამიტომ გაუგზავნეს მთავრობას მიმართვა და თხოვნა, რომ იურიდიულად განსაზღვრულიყო საქართველოს ეკლესიის სტატუსი. არც ის იყო ცნობილი, ეს კერძო ორგანიზაციაა, თუ რა ორგანიზაციაა, სახელმწიფო ორგანიზაცია რომ არ არის, ეს ცხადია. ეს ჯერ კიდევ მენშევიკების დროს მოხდა ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფა. მაგრამ საბჭოთა მთავრობამ გამოსცა ისეთი დეკრეტი, რომელიც საეკლესიო ორგანიზაციებს, არა მარტო საქართველოს ეკლესიას, არამედ ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციას აცხადებდა კანონგარეშე. და აი ამ კრებამ გაუგზავნა თხოვნა, რომ იურიდიულად განსაზღვრულიყო საქართველოს ეკლესიის სტატუსი. ასე თუ ისე, ვინც აი ამ დროინდელ დოკუმენტაციას იცნობს და საქართველოს ეკლესიის მასალებს იცნობს, ასე თუ ისე რაღაც ნაყოფი გამოიღო. ამ მიმართვამ, რომელიც კიდევ გეუბნებით აღბეჭდილია, სწორედ კოლაბორაციონული სულით. კოლაბორაციონიზმი ნიშნავს თანამშრომლობას რაღაც საერთოში. ეხლა მშვიდობისთვის აქ ახსენებთ რამდენიმეჯერ გაიხსენა მშვიდობა. ეხლა მშვიდობისათვის ბრძოლა, ეხლა კოლაბორაციონიზმია, იმიტომ რომ საერთოა მშვიდობა.
საერთო იდეალია, მშვიდობა და ბუნებრივია, რაღაც მოულოდნელი და რაღაც ისეთი ახლა აქ ესეთი არ არის. კათოლიკოს პატრიარქი ამბროს იჯდა ციხეში. ციხეში იჯდა. დიახ, საბჭოთა ხელისუფლების ციხეში იჯდა. სწორედ იმიტომ, რომ საბჭოთა ხელისუფლებას ის არ მოსწონდა, მისი პატრიოტული პოზიციები არ მოსწონდა. არის თუ არა ეს მართალი? მართალია. ილია მეორე არ მჭდარა საბჭოთა ციხეში. იცით რატო? იმიტომ რომ საბჭოთა ხელისუფლებას მისი ყველა პოზიცია არა თუ მოსწონდა, არამედ მას უშვებდა მშვიდობის კონფერენციებზე, იმიტომ რომ იქ ესაუბრა ის, რაც აქ მოვისმინეთ ახლა, რომ დიახ, საბჭოთა კავშირში არ არის არავითარი დევნა, რომ ოქტომბრის რევოლუციამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი არ შერყევნა, არამედ გაათავისუფლა. უბრალოდ საკითხი ვიცით რა არის, რომ აი ამ დითირამბების ავტორები დღეს მოითხოვენ, რომ საბჭოთა დროს მიყენებული ზიანი აუნაზღაურდეთ. ის რასაც მთელი 10 წლეულები აქებდნენ, ახლა უნდათ რომ ქართველ ხალხს, რომელიც არ არის საბჭოთა კავშირის სამართალ მემკვიდრე, მეტი ფული წაართვან იმის გამო, რომ მათ მიერ ნაკებმა, აი აქ რაც ვნახეთ, საბჭოთა ხელისუფლება მათ თურმე ავნო. რაღაც ნავნები არავინ ჩანა. ეს სხვა საკითხია, მაგას შეიძლება დაერქვას გამორჩენის ჟინი. ეს სხვა არის, გამორჩენის, კაი ცხოვრების, კომფორტის, ეს სხვა ამბავია, მაგრამ განსხვავება 30-იან წლებსა და ომის შემდგომ, განსაკუთრებით 80-იან წლების შემდგომ პერიოდს, ესე იგი, და მით უმეტეს პერესტროიკასა და პოსტსაბჭოურ ეპოქას შორის უზარმაზარია. განსხვავება არის. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ იქ ნაკლები დევნა იყო და აქ მეტი. თქვენ ახლა და ტელემაყურებლებსაც აინტერესებს, ჩვენ ვისაუბროთ დოკუმენტურად და არა წინასწარ შემუშავებული იდეებით და სურვილებით, უნდა გავიხსენოთ, რომ ამბროსი ხალხია, როდესაც ციხიდან გამოვიდა, აი მაშინ გაუგზავნა მან მთავრობას მიმართვა, რომელშიც აღნიშნა, რომ საბჭოთა ხელისუფლებას რამე განსაკუთრებული საქართველოში ეკლესიის საწინააღმდეგოდ არ გაუკეთებია. რამე ისეთი, რაც სხვაგან, მაგალითად რუსეთში, მაგალითად სომხეთში არ გაუკეთებია. ესეც ნიშნავდა ტონის შერბილებას და ეს ტონის შერბილება იყო გამოწვეული აუცილებლობის გამო. იმის გამო, რომ ეკლესია შეენარჩუნებინა არსებობა, რომ ეკლესია დარჩენილიყო ლეგალურ ორგანიზაციად. სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა მრევლიც დაეკარგა და დაკარგა კიდევაც მრევლი, იმდენად დაკარგა მრევლი, რომ სხვა ეკლესიებმა უფრო შეინარჩუნეს, ვიდრე საქართველოს ეკლესიამ. მე 70-იანი წლების მდგომარეობა მახსოვს და 70-იან წლებში სიონში 15 კაცი თუ იდგა წირვაზე. მაშინ როდესაც ჩახვიდოდი მოსკოვში, მოსკოვის საკათედრო ტაძრები, საპატრიარქო ტაძარი და ალბათ სხვა საკათედრო ტაძრები კიდევ მოსკოვის მიღმა, სავსე იყო მრევლით. ჩახვიდოდი ერევანში, სავსე იყო მორწმუნეებით. ერევანში წირვა. ან უпростоრად ამ შემთხვევაში მეგულისხმობ ეჩმიაძის, მეტყვი იქ დავსწრები ვარ, საქართველოში ასეთი მდგომარეობა იყო. ხო, იძულებული ხდებოდნენ, რომ რაღაცა აი კოლაბორაციონიზმი რო ახსენეთ თქვენ, რაღაცა ფორმით თანამშრომლობაში შესულიყვნენ სახელმწიფოსთან. ეხლა თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ იმ ადამიანების მდგომარეობა და იმ დროინდელი პოლიტიკა, ეკლესიის პოლიტიკა, ასე ვთქვათ, უნდა შევიმოსოთ იმ დროინდელი ქურქით. ახლანდელი გადასახედიდან ლაპარაკი ძალიან ადვილია, კრიტიკაც ძალიან ადვილია და ემოციების დასკვნის გამოტანა ახლა ადვილია. ალბათ იმიტომ რომ ეს ადამიანები დღესაც გვასწავლიან ჭკუას, იმათ და მორალური ავტორიტეტების მანტია აწვიათ. შესაძლოა ეს არის ამის მიზეზი. რომ ბევრ ადამიანს უჩნდება მათ წარსულზე, ასე ვთქვათ, ერთი-ორი კრიტიკული სიტყვის თქმის სურვილი. მაგრამ მე მგონი თქვენ უფრო გაინტერესებთ, რამ გამოიწვია საქართველოს ეკლესიაში დღეს აი ის ცნობიერება, რომელიც ასე პრობლემატურია და რომელიც გამოიხატება ანტიეკუმენიზმშიც, ობსკურანტიზმშიც, შავრაზმელობაშიც. დიახ. ანუ სახელმწიფოსთან მიმართებაში, მერკანტილურ დამოკიდებულებაში, რაც აშკარაა, რაც დიდი პრობლემაა და რაც ობსკურანტიზმის ერთგვარი ნიშანია და ერთ-ერთი სახეობა შეიძლება თქვენ ეს გაინტერესებთ და ეს უფრო საინტერესო იქნება ალბათ. როდიდან დაიწყო ესა? სწორედ ეს ვიკითხე, რატომ არის განსხვავება ასეთი, ხო? ანუ ჩვენი ამ ქვეყნის, ხო, ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ ეს ინსტიტუტი არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, ხო? და ეს მართლაც ასეა.
გააჩნია ვისთვის ლოგისტვის ძვირფასია, ლოგისტვის შეიძლება სულაც არ იყოს ძვირფასი და არაფერს არ წარმოადგენდეს. ჩვენთვის ამ შემთხვევაში ვსაუბრობ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ინსტიტუტი, როგორც ინსტიტუტი, ისტორიული ინსტიტუტი მოგწონს, ხო? თავისი არსით, მაგრამ არა მისი თანამედროვე მესვეურებით, მაგალითად. მე მაინტერესებს, რატომ არის ეს განსხვავება? საბჭოთა კავშირის აი ეს დაღი, ეს საბჭოთა კავშირის არის მხოლოდ? თუ რაიმე სხვა ფაქტორიც არის? აი მერკანტილიზმი, არც ცრუ მორწმუნეობა, არც ობსკურანტიზმი, არც იგივე კოლაბორაციონიზმი უკიდურესი ფორმითა და ცუდი გაგებით არ არის საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა მხოლოდ. არამედ ეს ნებისმიერი ტოტალური სახელმწიფოს მემკვიდრეობა არის. ეს ყოველთვის იყო, ასე ვთქვათ, ტოტალურ სახელმწიფოებში და იმ ეკლესიებში, რომლებიც ცხოვრობდნენ ტოტალიტარულ სახელმწიფოებში, მათ შორის ბიზანტიაში. ბიზანტიაში არანაკლები იყო მონური დამოკიდებულება, რომელსაც ამჟღავნებდნენ მღვდელმთავრები იმპერატორების მიმართ და იმპერატორების ჩარევა საეკლესიო საქმეებში და თუ კი რომელიმე მღვდელმთავარი იმპერატორის დაკრულზე არ იცეკვებდა, მას ხშირ შემთხვევაში ყოველთვის არა. ზოგჯერ გქონდათ თავისი და ზოგჯერ აღწევდნენ კიდეც მიზანს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში რა ქვია, ელოდებოდა ტახტის, ანუ თანამდებობის დაკარგვა, გადასახლება და სიცოცხლის ლიკვიდაციაც კი. ასეთი შემთხვევებიც ყოფილა. თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ აი ამ ტოტალიტარულ და ზოგადად სახელმწიფოსთან ურთიერთობამ ეკლესიას რა მოუტანა? საერთოდ სადმე ჩანს აი აქ ეს პირველ ქრისტიანული გამოცდილება, სადაც მე ძალიან მეპარება იჭირო, რომელიმე ქრისტიანს შეექო. ეს ჩემი აზრი არ გახლავთ, ეს უკვე ცნობილია ძალიან ეკლესიის ისტორიაში, ერთობ ცნობილია, რომ ეკლესიის გასახელმწიფოებრიობამ, ანუ ეკლესიის ფიზიკური მდგომარეობის არნახულად აღზევებამ, გამდიდრებამ, უხეშად რომ ვთქვა, ძალიან უხეშად გასუქებამ, ეკლესიის სულს არაფერი არ შესწინა. არაფერი კარგი არ მოუტანა. ეკლესია თავის მოვალეობას სწორედ მაშინ ასრულებდა პირნათლად, როდესაც ეკლესია იყო დევნილი. ან თუ დევნილი არა, ყოველ შემთხვევაში ეკლესია იყო თვითმყოფადი, თვითდადგინებული, თავისთავადი. მოგეხსენებათ პირველ მეოთხე საუკუნეებამდე, ანუ კონსტანტინე დიდის რეფორმამდე, ეკლესია ყოველთვის დევნილი არ იყო. იყო დევნის პერიოდები, იყო საშინელი დევნები, მაგრამ იყო ამავე დროს მშვიდობიანი პერიოდი ეკლესიაში, როდესაც ეკლესია ახერხებდა ასე თუ ისე სკოლების ფუნქციონირებას, მღვდელმთავრები თავის მისიონერულ მოვალეობას ასრულებდნენ რომის იმპერიაში, ასე რომ სულ დევნა არ იყო, მაგრამ იყო დევნა თუ არ იყო დევნა და სხვათა შორის დევნა პირიქით უფრო ამტკიცებდა ქრისტიანებს, უფრო ამტკიცებდა და უფრო ნამდვილ ქრისტიანებს წარმოაჩენდა და უფრო ნამდვილ ქრისტიანობას წარმოსახავდა მათ ცხოვრებაში. დიოკლეტიანეს უგზავნიდნენ ხოლმე წერილებს, მაგალითად. თუ საჭირო იქნებოდა გაუგზავნიდნენ კიდევ როგორ არა პირველი ქრისტიანები უგზავნიდნენ იმპერატორებს წერილებს და იმ აპოლოგიებში საინტერესო რაღაცები ეწერა. რამდენიც გნებავთ, რამდენიც ეუბნებოდნენ რომ ქრისტიანობა არ არის საშიში იმპერიისათვის. კი, აპოლოგიები არ არის საშიში იმპერიისათვის. ქრისტიანები არიან მშვიდობის მყოფელი ხალხი. და თქვენ არ გვდევნით საერთოდ. ხო და ის ხმები რასაც ჩვენს წინააღმდეგ გავრცელებენ, რომ ჩვენ ვართ კანიბალისტები, ანუ ჭამთ ადამიანების ხორცს და სვავთ ადამიანების სისხლს. ვირის თავს ვეთაყვანებით, ხო, რომ ეს ბირი კი არ არის, ეს მხსნელი არის სინამდვილეში. მან ვირად წარმოადგინა თავი, იმიტომ რომ დაიმდაბლა თავი და რომ ეს არის უმაღლესი ზნეობრივი კატეგორია და ზნეობრივი ღირებულება და კიდევ ბევრ სხვას. უგზავნიდნენ წერილებს, როგორ არა? უბრალოდ ამ წერილების შინაარსი ცოტა განსხვავდებოდა ხოლმე ამის თქმა მსურდა. ხო, ცოტა განსხვავებას არა უშავს. ხო, უშავს ჩემი აზრით, უშავს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ აი ამ საბჭოთა პერიოდზე, რა პერიოდებად შეიძლება დავუყოთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია საბჭოთა კავშირში? შიგნით, უახლოესი ისტორია. პირველი არის დევნილების ხანა. ეს დევნილების ხანა გრძელდება კოლექტივიზაციის პერიოდამდე, უბრალოდ კოლექტივიზაციის პერიოდის ჩათვლით. ეს კოლექტივიზაციის პერიოდი განსაკუთრებით მძიმე იყო, იმიტომ რომ მაშინ მოხდა ეკლესიების ნგრევა.
შემდეგი ხანა არის აი 30-იანი წლების მიწურული ომამდე, როდესაც ეკლესიებს აღარ ანგრევენ ისეთი მასშტაბით, მაგრამ სამაგიეროდ ეკლესიებს ხურავენ ოფიციალური, ფორმალური, ოფიციალური დადგენილებებით, ანუ იმ მოტივით, რომ სამრევლოებს, ეკლესიებს, ესე იგი, ვერ შეაქვთ გადასახადი სახელმწიფოში, ეს გადასახადი არის გაზრდილი, ხელოვნურად გაზრდილი, ვერ შეაქვთ. წინაღამ დაიხურა სვეტიცხოველი. დაიხურა, ამიტომ სვეტიცხოველიც დაიხურა, ეს რო სიონსაც ემუქრებოდა, დახურვა, სხვათა შორის სომხეთის ეკლესიებშიც დაიხურა ბევრი სომხეთშიც, მაგრამ სომხეთის ეს აქტიურობდა ძალიან ემიგრაცია და განსაკუთრებით აი ეს მულტიმილიონერი სომხები აქტიურობდნენ და იმათ გადაარჩინეს არა ერთი და ორი ეკლესია. იმდენი თანხა გამოგზავნეს სომხეთში სახელმწიფოს სასარგებლოდ, რომ სახელმწიფო იძულებული გახდა უკან წაეღო თავიანთი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებები, მაგალითად გარნიდა გეჰარტის ძველი ეკლესიების დახურვის თაობაზე. და საქართველოში ასეთი რამ არ ყოფილა, ჩვენ არ გვყავდა ისეთი ძლიერი ემიგრაციაც ვერ გამოგზავნიდა, შემეშალა ემიგრაცია, კარ უნდა მეთქვა დიასპორა, სომხურ დიასპორაზეა ლაპარაკი. თუ არა ემიგრაციის ფულს არც მიიღებდა საბჭო, ვერც გამოგზავნიდნენ ისინი. ვერც სომხური ემიგრაცია ვერ გამოგზავნიდა. დიასპორა და ჩვენ არ გვყავდა ასეთი დიასპორა. ხო, ეხლა და ამის შემდეგ იწყება ომის დროს მოგეხსენება რა მოხდა ომის დროს კათოლიკოს კალისტრატემ აი ამ წიგნს ვინც წაიკითხავს აქ ჩემ გამოკვლევაში მაქვს ბევრი ლაპარაკი იმაზე რომ ომის დროს სახელმწიფო დადგა ეკლესიასთან ასე ვთქვათ შედარებით ლიბერალური დამოკიდებულების პოზიციაზე იმიტომ რომ ეკლესიამ გაუცხადა სოლიდარობა სახელმწიფოს გაიხსნა ანგარიში რომ შეაგროვებდნენ თანხას რა თქმა უნდა ეს სიმბოლური თანხა იქნებოდა მაგრამ მაინც ხომ იყო რაღაც თანხა და სხვათა შორის საინტერესო ის არის რომ გერმანელები დიდ იმედებს ამყარებდნენ კალისტრატეს სინცეზაზე. იმიტომ რომ კალისტრატე კათოლიკოს ცოლად ყავდა გერმანელი ქალი. გერმანელი იყო მისი ცოლი და თვითონაც ბრწყინვალედ ფლობდა გერმანულ ენას, ძალიან განათლებული პიროვნება იყო და აი მე ვიცი ეს მაღლა კელიძის მოგონებებიდან რომ იმ დროს გესტაპო დიდ დაინტერესებას იჩენდა ამ პიროვნების მიმართ, ეგონათ რომ ეს პიროვნება არ დადგებოდა საბჭოთა კავშირის მხარეზე და დადგებოდა გერმანელების მხარეზე, მაგრამ ალბათ კობრძი ნაცარში ჩაუვარდათ, როდესაც მოხდა პირიქით. საბჭოთა კავშირს გამოუცხადა თანადგომა. საბჭოთა კავშირის ლიბერალიზაცია ომის პერიოდში და შემდეგ უკვე ხომ არ იყო დაკავშირებული გარკვეულ პროპაგანდისტულ მიზნებთანაც? რა თქმა უნდა იყო დაკავშირებული პროპაგანდა აინტერესებდა საბჭოთა კავშირს ჯერ კიდევ 20-იან წლებში რომ დაედასტურებინა თავისი ასე ვთქვათ დემოკრატიის რეალობა და რამდენადაც შეიძლებოდა გაფანტულიყო დასავლეთში აზრი რომ საბჭოთა კავშირი ეკლესიას ებრძვის და საბჭოთა კავშირის მიზნად აქვს ეკლესიის განადგურება. უნდა და მას დაედასტურებინა, გაივრცელებინა საზღვარგარეთ ხმა რომ აბატონო ეკლესიას ჩვენ არ ვდევნით და რომ ხალხი თვითონ თავისი სურვილის მიხედვით აქცევს ეკლესიას ზურგს და ამასთან დაკავშირებით შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს თქვენთვისაც და ტელემაყურებლებისთვისაც ლენინის ერთი წერილი რომელშიც ლაპარაკია იმაზე რომ არ არის საჭირო და ჩვენ წავაგებთ კიდეც თუკი ეკლესიას დაუპირისპირდებით ძალისმიერი მეთოდებით და დავიჭერთ მღვდლებს, ჩამოვახჩობთ მღვდლებს და მორწმუნეებს გამოუცხადებთ ტოტალურ დევნას. უფრო კარგი იქნება შევგზავნოთ სამღვდელოებაში ისეთი სასულიერო პირები, ანუ ისეთი ერისკაცები გავხადოთ სასულიერო პირებად, რომლებიც თავიანთი საქციელით დააფრთხობენ ადამიანებს და წარმოაჩენენ რიგითი ადამიანების წინაშე ეკლესიას, როგორც ჩამორჩენილობის, გაუნათლებლობის, ობსკურანტობის, მერკანტილურობის და მომხვეჭელობის ბუდეთ. და თუკი ჩვენ ამას მივაღწევთ, ამის შემდეგ ხალხი თვითონ შეაქცევს ეკლესიას ზურგს და ეკლესია თვითონ გაიტეხს სახელსო. ეს წერილი სხვადასხვა მე წაკითხული მაქვს, არ ვიცი ვის წერს, ბუხანის წერს თუ ტროცკის და ეს წერილი როგორც ჩანს, რა ვიცი,
ინახებოდა თავის დროზე არ მგონია რომ გამოქვეყნებული იყო, მაგრამ საბჭოთა პოსტსაბჭოურმა პრესამ ეს გამოაქვეყნა. პერესტროიკის დროს გამოქვეყნდა ეს წერილი, ჯერ რუსულად, მერე ქართულადაც ითარგმნა. სხვათა შორის მე თვითონ ვარ მომსწრე, შემხედრიან ისეთი მღვდლები, აი ამ 70-იან წლებში, მე 70-იანი წლებიდან ვიცნობ ეკლესიას, ისეთი მრევლის წევრები სხვათა შორის, რომლებიც ჩემი აზრით შეუძლებელია რომ ისინი გულწრფელები ყოფილიყვნენ. როდესაც არ გპასუხობდნენ მისცემდი შეკითხვას შემოგიღრენდნენ, ისეთნაირად იქცეოდნენ, რომ ტოვებდნენ შტაბეჭდილებას, რომ აი ესეთია სამღვდელოება, აი ასეთია ეკლესია, რომ ეს ეკლესიის ბუნება, ასეთია ეკლესიის ბუნება. და ისინი რომ ძალიან გავსაამ კარიკატურა. მე სხვათა შორის მაშინ ძალიან მჯეროდა ზუსტად გამსახურდიას სიტყვები და ის აზრები, რაც ფიქსირდებოდა იმ დროინდელი დისიდენტების თვითგამოცემებში, რომ სამღვდელოების დიდი ნაწილი და უფრო დიდი ნაწილი უფრო მეტი ვიდრე ცოტა, ესე იგი უფრო მეტი, პროცენტულად უფრო მეტი დაკომპლექტებული არის გარეშე სტრუქტურების მიერ. ანუ სპეცსამსახურების მიერ და ემსახურებიან სპეცსამსახურების სამსახურს. როდესაც ეს პროპაგანდისტული მიზნები ხორციელდებოდა, ნუ ძალიან მარტივად კათოლიკოსები, სხვადასხვა ეკლესიის, მათ შორის მუსლიმი სასულიერო პირები, მათ შორის ბაპტისტები, ხო? საბჭოთა ხელისუფლების შიგრით იგზავნებოდნენ ხოლმე აი ამ ეკუმენურ კონფერენციებზე, სადაც იქ საუბრობდნენ, რომ საბჭოთა კავშირში არის მშვიდობა, რომ ეს არის რაღაც ხალხთა დიდი თავისუფლება, რომ აი ამ რკინის ფარდის მიღმა ჩვენ ყველა კარგად ცხოვრობთ, ხო? მე მესმის ძალიან კარგად, რომ ადამიანებს შეიძლება არ გვესმოდეს, ვერ შევდიოდეთ ერთმანეთის, ასე ვთქვათ, ქურქში, როგორც თქვენ ვერ ვირგებდეთ ამას და ძალიან ადვილი იყოს აქედან იმაზე საუბარი. მე ვთქვი, რომ თუ გვინდა შევაფასოთ ის მოვლენები, ხო? იმ დროინდელი ქურქით უნდა შევიმოსოთ და შიგნიდან შევხედოთ იმას. აი თუ გინდა რომელიმე ტომის რელიგია გაარკვიო, ხო? იქ უნდა შეხვიდე და შიგნიდან დაინახო. მალინოვსკის მეთოდი. როცა ჩვენ პრობლემა სწორედ ეს არის, ანუ რატომ არის ეს თემა აქტუალური, ხო? როდესაც კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭადრაკობელი არის ყველაზე ავტორიტეტული, ყველაზე რეიტინგული ფიგურა და მისი ავტორიტეტი არის ამხელა და ეს ავტორიტეტი ძალიან ხშირად, ძალიან ბოროტად გამოიყენება ხოლმე სამოქალაქო უფლებებისთვის. მე არ ვფიქრობ, რომ ის მოეკლათ, ხო? ანუ ის უნდა მოქცეულიყო, როგორც მოკლეს მისი პირადი არჩევანია, როგორ მოიქცეოდა და რანაირად მოიქცეოდა აი იმ პროცესში. ფაქტია, რომ ის არ იყო არჩეული იმ კრების მიერ, რომელიც დამოუკიდებელი იყო საბჭოთა ხელისუფლებისგან, თავად აი იქ არჩევნებსაც ვხედავთ, ხო, იმ პირებს, რომლებიც რელიგიებს აკონტროლებდნენ. ფაქტია, რომ ის მოღვაწეობდა მათ შორის საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ, აი ამ პროპაგანდისტული მიზნის სასარგებლოდ და ფაქტია, რომ და ძალიან ბევრი ფაქტია, რომელსაც ახლა აღარ შევეხებით, იმიტომ რომ ვეღარ გამოვხსოვთ მოკლე დროის გამო. როდესაც დღეს ჩვენ გვესაუბრებიან აი ამ მაღალი არლიყიდან, ისე რომ ბოდიში არ აქვთ მოხდილი, ეს ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი რამ არის ჩვენთვის, იმიტომ რომ საბჭოთა ტოტალიტარული სახელმწიფოს მსახურება ეს კათოლიკე ეკლესია იქნება ფაშისტურ ნაცისტურ გერმანიაში, იტალიაში მუსოლინის დროს თუ საქართველოში ეს არ არის ეკლესია, ეს არ არის ქრისტეს სწავლება, ეს არ უსწავლებია ქრისტეს, რომ ჩადექით იმ სახელმწიფოს სამსახურში, რომელიც კლავს და მოკლა, რომელმაც მოკლა მილიონები და რომელიც ამონებდა ადამიანებს, ხო? გვინდა არ გვინდა ისტორიის შეფასებისას ვერ გავექცევით აი ამ მორალს, ხო, რომელიც იქ ყველა დროში საჭიროა. ჩემი აზრით. ჩვენ დასასრულისკენ უნდა წავიდეთ და თქვენ გაქვთ რამდენიმე წუთი იმისთვის, რომ თუ რაიმე დაგვრჩა სათქმელი შეაჯამოთ. ნუ პირველ რიგში გამახსენდა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს აღსარება, რომელიც შეიძლება საზოგადოების ფართო ფენებისათვის არ იყოს ცნობილი. ეს მე მოსმენილი მაქვს 1989
15 წლის საეკლესიო კრების ჩანაწერში. აი მაშინ დაისვა საკითხი, აი რაც თქვენ იგულისხმეთ ახლა ლუსტრაციისა. ანუ იმისა, რომ ცნობილი გახდეს საზოგადოებისათვის, ვინ თანამშრომლობდა მაშინ სპეცსამსახურებთან და ვინ არა და ისიც მოგეხსენებათ, რომ კათოლიკოს ილია მეორის წინააღმდეგ გვარს არ დავასახელებ ახლა, ერთმა ცნობილმა სახელმწიფო მოღვაწემ თუ სახელმწიფო მოღვაწესთან დაკავშირებულმა პირმა, უშუალოდ დაკავშირებულმა პირმა წარმოაჩინა დოკუმენტი, რომლის თანახმად პატრიარქი თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან და ამ კრებაზე სხვათა შორის დაისვა ეს საკითხი, ერთმა მღვდელმთავარმა გაცხარებით ილაპარაკა ამის შესახებ, გამოვიდა მეორე მღვდელი, რომელმაც თქვა, დიახ, თანამშრომლობდით, დიახ, ვიყავით თანამშრომლები, მაგრამ რა გინდათ მე თქვენ როდესაც არ დადიოდით ეკლესიებში, ჩვენ დავდიოდით ეკლესიაში და ჩვენ ამით გადავარჩინეთ ეკლესიის ფიზიკური სხეულიო. ნუ ახლა მისი გამოსვლა ცოტა ოდიოზური იყო და ცოტა კომედიაში გადასული კიდევ შეიძლება რაღაც სიმართლე იყო, ბატონო, ეს ჩანაწერი მე მომასმენინა ერთმა მონაწილემ, არ ვიცი, მას რა არხებით ჰქონდა ეს ჩაწერილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მოვისმინე პატრიარქის სიტყვა, რომელმაც თქვა და სხვათა შორის პატრიარქის მიმართ მე კრიტიკული ვარ, მოგეხსენებათ, ვინც კითხულობს ჩემს პუბლიკაციებს, მან იცის, რომ ნუ საერთოდ არა მარტო პატრიარქის მიმართ, არამედ იმ სულისკვეთებათა მიმართ, აი იმ პრინციპების მიმართ, რაც გაბატონებულია დღევანდელ ეკლესიაში და რის წყაროც არის საქართველოს საპატრიარქო, ვარ კრიტიკული, მაგრამ აი ის სიტყვა იყო უაღრესად გულწრფელი. პატრიარქმა თქვა, რომ კი, იყო ასეთი რამ, ჩვენ მაშინ თანამშრომლობდით, მაგრამ ეს თანამშრომლობა არ გასცილებია ოფიციალურ და ფორმალურ ჩარჩოებს. რომ ჩვენ არ მოგვეწერა ხელი მაშინ თანამშრომლობაზე სპეცსამსახურებთან, შეუძლებელი იყო ჩვენი გასვლა საზღვარგარეთ და ჩვენი მონაწილეობა საერთაშორისო ფორუმებში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოვაკლდებოდით იმ საერთაშორისო ღონისძიებებს და შესაბამისად ჩვენს სათქმელს და ჩვენს სახეს ვერ წარმოვადგენთ საერთაშორისო ასპარეზზე. და ამ სიტყვიდან 2 წლის შემდეგ მან უკვე დამოუკიდებელ საქართველოში არა მხოლოდ დატოვა ეს საბჭოები, არამედ გაგიკვირდება და ყოველგვარი ძალადობის გარეშე დაიწყო სტალინის მოხსენება, პუტინის ბრძნაჩე, რაც სხვა რუსეთის მიმართ ძალიან სტალინის აბეციხსენიებდა, ხო, რაღაც არ მახსენდება, რომ საქართველოში დღეს მას ვინმე ამას აიწულებდეს და რომ ეს ეკლესიის გადასარჩენად ხორციელდებოდეს. მე ვფიქრობ, რომ აქ ცოტა უფრო ენდემურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ყოველ შემთხვევაში ეს იყო ძალიან გულწრფელი ნათქვამი და რაღაცა სიმართლე შეიძლება იყო ამაში. დიახ. ნუ ერთია როცა იხდი ბოდიშს, მეორე არის როცა გიჯერებენ. მესამე საერთოდ როცა არ იხდიან. კი და ეხლა თქვენცა და ალბათ ტელემაყურებლებსაც უფრო აინტერესებს თუ აი ეს ანტიეკუმენური ცივილიზებული და შეიძლება ითქვას ანტიდემოკრატიული, უშუალოდ ანტიდემოკრატიული განწყობილებები და ისტერიებიც კი როდიდან შემოდის საქართველოს საეკლესიო სივრცეში. ეს ცალკე საუბარია, მაგრამ მე მინდა გითხრა, ახლა მინდა გითხრა, რომ აქ თანაბრად მიუძღვის ბრალი როგორც იმ ეგრეთ წოდებულ ეროვნულ მოძრაობას, ასევე თვითონ სამღვდელოებას. აი ეს ისტერიები სწორედ მიტინგებში შემუშავდა. მიტინგებში ჩამოყალიბდა, მიტინგების პროცესში ჩამოყალიბდა ის ეროვნული მოძრაობისათვის დამახასიათებელი რაც იყო ეს მიტინგები, ხომ? და რომ აფრიალებდნენ დროშებს, გაუმარჯოს დემოკრატიულ დამოუკიდებელ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ საქართველოს, ხო? და ვერ ხვდებოდნენ, რომ ცოტა წინააღმდეგობა არის დემოკრატიული და ქრისტიანულ მართლმადიდებლური საქართველო. თუ საქართველო გამოცხადდება დემოკრატიულად, მაშინ შეუძლებელია იგივე ქვეყანა გამოცხადდეს რომელიმე კონფესიის ქვეყნად.
დიახ. მე მგონი გასაგებია დიახ. რასაც გულისხმობ. ლიბერალური დემოკრატია. აი ეს შავრაზმული განწყობილებები, აი ეს ანტიეკუმენური მოწოდებები მე პირადად მოვისმინე სწორედ ეროვნული მოძრაობის მიტინგებზე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნუგზარ სტუმრობისთვის სამწუხაროდ ჩვენ გადავწდით ყველანაირ დროს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე კვლავ დავიტოვებ იმედს, რომ ის თქვენი ამოუწურავი გამოცდილება, რომელიც გააქვთ და შესანიშნავად იკითხება თქვენ სტატიებში, რომელიც ინტერნეტშიც ხელმისაწვდომია და მაყურებელს მოვუწოდებ, რომ ნახოს, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი, ასე ვთქვათ, ტექსტებია, რომელთაც უკეთ გავერკვევით ჩვენს. თუ გაქვთ სურვილი, მე ეს ტექსტს წავიკითხავ ჩემი წიგნიდან 1918 წელს წარმოთქმულს, რომელიც ძალიან კი ბატონო, ხო ძალიან მაგრამ ის რა ქვია, სწრაფად უნდა გავაკეთოთ ეს ყველა. შეგიძლია თქვენც რაღაც მიაწოდოთ ძალიან საინტერესო ის არის, რა ქვია, წიგნი. რომელიც რედაქტორიც არის თუ არ ვცდები ზურაბ კიკნაძე, არა? დიახ, კი ბატონო. და თქვენ გაქვთ გამოცემული კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუბლიცისტიკა, ეს არის კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების ყოფაზე საქართველოში, რომელიც არა მარტო ერთი, არამედ რამდენიმე. ეს ერთი დამამახსოვრდა განსაკუთრებით. არა, კი ბატონო, აი მივაგენი და რომ დრო აღარ დავბრგავთ. ეხლა მე რის თქმა მინდა პატივცემულო ტელემოყურებლებო, რომ მოვახდინოთ განსხვავება იმ დროინდელ სულისკვეთებასა და დღევანდელ სულისკვეთებას შორის საეკლესიო სივრცეში. ლაპარაკია 1918 წელს კათალიკოს პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვაზე. აი ეს სიტყვა კათალიკოს პატრიარქმა წარმოთქვა ერთ-ერთი მინისტრის, თუ არ ვცდები, საზღვაო მინისტრი იყო გობეჩია, მის მკვლელობასთან დაკავშირებით მოხდა ტერორისტული აქტი, მაგრამ მე არ ვიცი კარგად რა კავშირში იყო აქ რელიგია. აი ამ ტერორთან. რა კავშირში იყო რელიგია. აი რასულის კვეთებას ატარებდა ის პატრიარქი და შესაბამისად ის ეკუმენური ცნობიერება, რომელიც დამახასიათებელი იყო იმ დროინდელი ეკლესიისთვისაც, მათ შორის კათოლიკოს პატრიარქ ამბროსისთვისაც და რა ცნობიერება და რა სულისკვეთებაა დღეს არის ანტიეკუმენური სულისკვეთება და ცნობიერება გაბატონებული. ხო და აი რამხელა სხვაობა არის. დიახ, მე მინდა წავიკითხო ახლა ხა. ჩვენში რომ საღის სარწმუნოებრივი სწავლისათვის ეზრუნვათ, დაეცვათ მტკიცედ ქრისტეს რჯული. პატივისცემით მოპყრობოდნენ სხვის სარწმუნოებას. აჭარა არ ჩამოგშორდებოდა. ინგილო მაჰმადიანები და ინგილო ქრისტიანები ძმურად იცხოვრებდნენ ერთმანეთში და თვით ვლადიმერ გობეჩია დღეს აქ უსულოდ მდებარე არ იქნებოდა. შევისწავლოთ, ღვთის განგება კიდევ გვაფრთხილებს. ის გვეუბნება ქრისტეს დიადის მცნების ურთიერთას სიყვარულის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია და ამისათვის თუ გნებავთ განთავისუფლებულ საქართველოში განვითარდეს თავისუფალი მოქალაქობა, ხელი შეუწყეთ საღის სარწმუნოებრივ ზნეობრივი სწავლის გავრცელებას. მტკიცედ ვსდეკთ ჭეშმარიტების მცნებაზე და ვიდრე ჟამი გაქვთ, იქმოდეთ კეთილს ყოველთა მიმართ. საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს მომავალ 4 შაბათს შევხვდებით. გმადლობთ რომ გვიყურეთ და არ დაგავიწყდეთ მოიწონოთ ჩვენი Facebook გვერდი.